მეგობრებო, პაუ პატროლის რაბლი გირეკავთ, მოდით უბასუხოთ მას. გამარჯობა საყვარელო, მარშალი საფრთხეშია. რა? მარშალი საფრთხეშია? რა მოხდა? მან მანქანა დატოვა. არა, მარშალს მანქანა მიტოვებული აქვს. ის სადღაც ხეშია, უნდა დაეხმარო. კი ბიჭებო, მარშალის დასახმარებლად ჩეისის მანქანა დავჭიზება. მოდით ახლა გავაკეთოთ. სამოდით ბიჭებო. ვა! ჩვენ მარშალს ვიპოვეთ. ეს ჩეისის მანქანა რეალურ ცხოვრებაში და სადღაც აქ შეიძლება ვიპოვოთ მინიშნებები მარშალის მანქანის საფოვნელად. მოდით ცადოთ და ვიპოვოთ მინიშნებები იქ. ჰეი, ეს ჩეისია. ჩეის, გამარჯობა. ასე რომ აქ შეიძლება მარშალიც იყოს. კარგი, მოდით ცადოთ და ვიპოვოთ რამე აბსურდული. ვაუ, ეს ნამდვილი ჩეისია. რა საყვარელია. არ დაგავითხრდეთ, მოიწონოთ ეს ვიდეო თუ გიყვართ პაუ პატროლი და ლეკვი. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ნამდვილი ჩეისის მანქანა. ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ მასში და ვაკონტროლოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ მარშალი, რადგან ის მიტოვებულია და დაკარგულია. რაბულმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ რამდენიმე მინიშნება აქ ჩეისის მანქანაზე და აქვე ვიპოვოთ მისი ზურგჩანთა, ხოლო მისი ჩაფხუტი აიქა. და ჩეისის სათამაშო! ვაუ, ნახე რა საყვარელია! როგორ ფიქრობ, ვინ არის უკეთესი? ლეკვი ჩეისი თუ სათამაშო ჩეისი? ის ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. მე ვარ ჩეისი, მე ყველაზე მამაცი ლეკვი ვარ, მაგრამ ბიჭებო, როგორ ვიპოვოთ მარშალი? შეიძლება ჯერ კიდევ ჩვენი დახმარება სჭირდებოდეს. ჰეი, მოიცადეთ, ბიჭებო, ნახეთ, ყველა ლეკვს აქვს ასეთი ძაღლის ნიშნული. და ყველა ძაღლის ნიშნულში არის GPS ტრეკერი. მაშ, მოდი ვცადოთ მარშალთან დაკავშირება პაპადით. ეხლავე ურეკავ მას. მივიღეთ GPS სიგნალი, ასე რომ შეგვიძლია მარშალის პოვნა. ჩეის, მზად ხარ? სათამაშო ჩეისო. დიახ, მზად ვარ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩეისის ნამდვილ მანქანას, რომ ვიპოვოთ მარშალის მანქანა. წავიდეთ ბიჭებო, ჩვენ ვიპოვით მარშალს რეალურ ცხოვრებაში. ის სადღაც იქ უნდა იყოს. ასე რომ მოძრაობთ იმ მინდორზე და უი, რაღაც წითელი დავინახე იქვე. ეს მარშალის მანქანა, ვიპოვეთ. ბიჭებო, ეს სიგიჟეა. კარგი, ახლა გავაჩეროთ მანქანა. ვაუ, კარგი. მარშალი გასაჭირში იყო, ასე რომ ის სადღაც იქა. ეს მისი მანქანა, სახანძრო მანქანა, მარშალის მანქანა რეალურ ცხოვრებაში. ჰეი, მარშალ! მარშალ, სად ხარ? მე ვერ ვხედავ მას. სად არის ის? იქნებ მარშალის ზევითა? რას ფიქრობ, ჩეის? წავიდეთ და ვიპოვოთ ის. ეხლა მარშალის სახანძრო მანქანასთან ვართ, მაგრამ მარშალი სად არის? აქ შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ აქ ნამდვილი მარშალი არ არის, მხოლოდ სათამაშოა. ჩეიზი, ნამდვილი მარშალი სად არის? აქ მხოლოდ მისი სათამაშო და მისი სახანძრო ჩაფხუტი ვიპოვეთ. მაგარი ჩანს და აგრეთვე ნახე რა ლამაზია აქ. სახანძრო მანქანის შიგნით არის საჭე და სირენა და მოიცადეთ ბიჭებო, ნახეთ რა ვიპოვე აქ. ეს მარშალის ზარლის ნიშნია GPS ნიშნით, რომელსაც რუკაზე ვეძებთ, მაგრამ თავად მარშალი სად არის? ჩეისი და მარშალი ისინი ერთად თამაშობდნენ, მაგრამ შემდეგ ჩეისმა თავისი საპოლიციო მანქანა გამოიყენა და წავიდა და მარშალი სადღაც აქ მარტო დარჩა. და ეხლა ის აღარ არის. უნდა ვცადოთ მისი პოვნა, უნდა გავიგოთ სად არის მარშალი, სად არის ის. მაშასე, მარშალი ზევით იყო და შემდეგ თავისი ძაღლის ჟეტონი იქ დატოვა. მაგრამ რატო არის ეს სახანძრო მანქანა მიტოვებული? რატო არის ის ტყის შუაგულში გაჭედილი? მაგრამ კი ბიჭებო, მოდით დავაკვირდეთ. ვაუ, ეს მთელი გატეხილი ხეა. ის მარშალის სახანძრო მანქანის შიგნითაა გაჭედილი. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც მარშალმა თავისი მანქანა აქ დატოვა. ეს უნდა გამოვასწოროთ. და მარშალის სახანძრო მანქანის გადასარჩენად ჩვენ გამოვიყენებთ ჩეისის საპოლიციო მანქანას. მოდი ეს ეხლავე გავაკეთოთ. ამისთვის გამოვიყენოთ ჩეისის სპეციალური კაუჭი. მოდით გადავაბრუნოთ და გამოვასწოროთ. მოდი წავიდეთ ბიჭებო, გავაკეთოთ ეს. დიახ, ჩვენ შევძელით. ეხლა ხე მოცილებულია. მოდი ვცადოთ მარშალის მანქანის დაკოქვა და მართვა. ჯერ ჩაფხუტებს შევცვლით და მოდი ვცადოთ. მოდი ვცადოთ ზრავის დაკოქვა. იცად. მოდი ვცადოთ სახანძრო მანქანის ზრავის დაკოქვა. არა, არ მუშაობს, კიდე რაღაცაა გაფუჭებული. რაბლი ტექნიკოსი ლეკვია, მოდი დაუძახოთ მას. გამარჯობა. სიყვარულო, გამარჯობა რაბლი. მარშალის სახანძრო მანქანა გაფუჭებულია, რას ვქნათ? უნდა შეადეთო, მაგრამ სორი ინსტრუმენტები უნდა იპოვო. კარგი. ჩეის, შენი დახმარება მჭირდება. სადე იპოვო სორი ინსტრუმენტები. წავიდეთ. ჰეი, ჩეისმა რაღაც იპოვა. მოდი ვნახოთ, ეს რა არის?
ვა, ეს განსაკუთრებული ყუთია. უნდა ამოხსნა გამოცანა, რომ გახსნა. შეიძლება იქ იყოს ინსტრუმენტები მარშალის მანქანის შესაკეთებლად. ეს გამოცანა ჭკვიანებისთვისაა, ბიჭებო. უნდა იცოდე ყველა პაუ პატროლის პერსონაჟი და მათი ჟეტონები. უკვე დაუძახეთ რაბს და ეს აქ მიდის. და ზუმა აქ მიდის. ყველა ჟეტონი შევაგროვე და ეხლა შეგვიძლია გავხსნათ. არა, დაკეტილია. თავდე სკაი, ზუმა, რაბლი, როკი, მარშალი და ჩეისი. რა გავაკეთე არასწორად, ბიჭებო? მოიცადეთ, მარშალი წითელია და ჩეისი ლურჯი. რა თქმა უნდა გადავცვალო ისინი. გახსნილია. მოდი ვნახოთ, რას დაგვიტოვა რაბლმა. ეს ბენზინია, რა თქმა უნდა. ვა, მარშალის სატვირთოს მხოლოდ საწოვი სჭირდება დასაწყებად. ეხლა გასაგებია, რომ მარშალმა თავისი მანქანა დატოვა, რადგან საწვავი გაუთავდა. მან უბრალოდ ფეხი დატოვა ეს ადგილი და ჩვენ ეს სატვირთო ბენზინით ავავსეთ. შეგვიძლია გაუშვათ და ვმართოთ. და შეგვიძლია ვცადოთ მარშალის პოვნა მასზე. კარგი, მოდი ეხლა ვცადოთ დაკოქვა. ვა, მუშაობს. კარგი, წავედით ბიჭებო. ვა, ეს მარშალის ნამდვილი სახანძრო მანქანაა და მოძრაობს. ეხლა შეგვიძლია ვცადოთ მარშალის პოვნა. მარშალ! ვერ ვპოულობ მარშალს. ნამდვილად მჭირდება ვიმე რომ დამეხმაროს. ვფიქრობ ორი მანქანის გამოყენება მოგვიწევს. შეგვიძლია ერთდროულად მარშალის და ჩეისის მანქანით ვიაროთ. მაგრამ ამისთვის რაიდერის ბრაუზერს გამოვიძახებ. აბა დავიწყოთ. ჰეი, გამარჯობა რაიან, ბრაუზერ. შენი დახმარება მჭირდება. ახლავე მოდი ჩემთან. დიახ. ხო, მოდი. აი ისიც. რაიდერის ბრაუზერი მოდის. ჰეი, გამარჯობა, შენი დახმარება მჭირდება. უნდა აიღო ჩეისის მანქანა და დამეხმარო მარშალის პოვნაში, კარგი? აიღე ჩაფხუთი და ერთად წავიდეთ საძებნელად. შეიძლება ერთმანეთს შევეჯიბროთ კიდეც. შეიძლება ეს როგორმე დაგვეხმაროს. კარგი ბიკებო, დროა რეალურ ცხოვრებაში პაუ პატროლის მანქანების რბოლა მოვაწყოთ. ზაქარ ძმაო, 3, 2, 1, წავედით. ის ძალიან სწრაფია, მაგრამ არა, მე უფრო სწრაფად წავალ. ხო, მარშალის მანქანა უფრო სწრაფია. კარგი, გააგრძელეთ ბიჭებო. ვაუ, ეს ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. ჩეისის მანქანა ძალიან სწრაფად მოდის, მაგრამ მარშალის სახანძრო მანქანა უფრო სწრაფი უნდა იყოს. ჩვენ თითქმის დავამთავრეთ ბიჭებო. ეს იყო ყველაზე მაგარი რბოლა, მაგრამ ბიჭებო, ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ მარშალი. შეიძლება სადმე ახლოს იყოს. კარგი, გავაგრძელოთ ზებნა. მარშალ, ჩვენ მოვდივართ შენთან. დაგვიცადე. წავიდეთ ძმაო, წავიდეთ. კარგი, ჯერ კიდევ უნდა გავაგრძელოთ მარშალის ზებნა. და რაღაცას ხედავ. რაღაცა იქვე. ჰეი, იქ რაღაც მფრინავი დრონია ან რაღაც მსგავსი. ჰეი, ნახეთ ბიჭებო, იქ მფრინავი დრონია. ის ხეზეა გაწედილი, მაგრამ შეიძლება ეს დრონი გამოვიყენოთ, რომ ნახოთ სად არის მარშალი, ან იქნებ ჩანაწერებიც არის. კარგი, უნდა ვნახოთ ეს ჩანაწერები, მაგრამ როგორ გამოვიტანოთ? ძალიან მაღლა. შეიძლება მარშალის სახანძრო მანქანა გამოვიყენოთ. წავედით! სპეციალური პაუ პატროლის მარშალის სახანძრო მანქანა აღჭურვილია 1000ობით სხვადასხვა გაჯეტით. შეიძლება როგორმე გამოიყენოთ, რომ კიბე ჩამოვიღოთ. ასე რომ შეგვიძლია ახლავე ავიღოთოთ სახანძრო კიბე და დრონი ჩამოვიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, მალე გადავარჩენთ მარშალს. მაგრამ ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ, არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ახლავე. ჩვენი თავგადასავლები გრძელდება. ხო, ჩვენ ამას ჩამოვიღებთ. დიახ, ბიჭებო, წამოდით, წავიდეთ. აი ისიც. ავიღე. ჰეი! გაჩერდით! აუ, რაიდერის ბრაუზერო, შენ სულელო, ბიჭო! მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გვაქვს მფრინავი დრონი და მოდი ვნახოთ რა ჩაწერა. ასე რომ მფრინავი დრონი ეხლა ჩემს ტელეფონზეა შეერთებული. მოდი ჩავრთოთ ჩანაწერები. ბიჭებო, ჰეი, ნახეთ, ეს მარშალია. მარშალი იმ მინდორშია, მაგრამ შემდეგ რა ხდება?
ღმერთო ჩემო, მარშალი ბოროტი ძაღლებითაა გარშემორტყმული. ეს ძაღლები ცუდები არიან. მარშალი დიდ საფრთხეშია. ნახეთ, გარშემორტყმულია. ეხლა უნდა გავიყოთ. შენ იმ მიმართულებით წადი, მე ამ მიმართულებით წავალ. მარშალს უნდა დავეხმაროთ, უნდა გადავარჩინოთ. წავედით, რაიდერს ბრაუზერ. კარგი ბიჭებო, წავედით. და ჩვენ სრულიად სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ. იმ გზით მივდივართ, რომ მარშალი ვიპოვოთ. იმიტომ რომ უნდა ვიჩქაროთ. მარშალო, დაგვიცადე, მოვდივართ. კარგი ბიჭებო, ეხლა მარშალს ვიპოვით. მოიცადე. არა, ჩემი მანქანა, ჩემი სადვითო ისევ გაფუჭდა. უნდა დაურეკოთ რაბს, მაგრამ ჯერ ვნახოთ რა დაემართა ჩვენ სატვირთოს. შევამოწმოთ, რატომ არ მუშაობს? რა მოხდა? ჰეი ბიჭებო, ნახეთ, საბურავი დაშვებულია. ეს ბორბალი ჰაერ გამოშვებულია. უნდა დაურეკოთ რაბლს და ისევ თხოვოთ დახმარება. დაურეკოთ. ჰეი რაბლ, ეხლა რა გავაკეთო? უნდა იპოვო თითელი 5 რომ ბორბალი შეაკეთო. კარგი რომ ბორბალი შევაკეთო, უნდა ვიპოვო ახალი წითელი 5. კარგი, ვეცდები ვიპოვო, მაგრამ მარშალი დიდ საფრთხეშია. მას ბოროტი ძაღლები შემოეხვივნენ. ბოროტი ძაღლების ქალაქიდან. უბრალოდ მოდივნე ნიშანი. ბოროტი ძაღლების ქალაქი, ნიშანი. კარგი, პირველ რიგში ახალი 5 უნდა ვიპოვოთ. ამისთვის უნდა დაურეკოთ ჩეის ამისთვის. და აი, დავიწყეთ. აი, ჩვენი მამაცი და ძლიერი ლეკვი ჩეისი. თუ ლეკვები გიყვარს ამ ვიდეოს ახლავე მოაწონე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეხლა ჩეის, გთხოვ დამეხმარე ახალი 5-ის პოვნაში. სად გარბის? ბიჭებო, მან დამეხმარა ახალი 5-ის პოვნაში. დაეხმარეთ მარშალს ჩაალაგოს თავისი სამაშველო ზურგჩანთა. და ვიცი სად მდებარეობს. ის სწორედ იქა. ეს ძალიან განსაკუთრებულია. ჩეისის სამაშველო ზურგჩანთა. მას წყლის ჭავლი აქვს. მაგრამ ჯერ უნდა ჩავაწყოთ და გვაქვს რამდენიმე ნაწილი. უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობენ ისინი, როგორ ავაწყოთ ისინი, რომ ავაწყოთ მთელი ჭავლი, წყლის ჭავლი, ასე? არა, ისე, არა, ასე. კი. და ეს არის ბოლო ნაწილი. და ეხლა მე აღჭურვილი ვარ მარშალის წყლის ჭავლით. მოდით სადოთ გავხსნათ ეს კორპუსი. მზადა, კორპუსი გახსნილია და გვაქვს ჰაერის ტუმბო. ამ ჰაერის ტუმბოს გამოყენებით შეგვიძლია ეს საბურავი შევაკეთოთ. მოდი დავაერთოთ ეს ჰაერის მილი. აი ესე. საბურავი შეკეთებულია და ეხლა შეგვიძლია მარშალის ზებნა გავაგზელოთ. მას ისევ შირდება ჩვენი დახმარება. ჰეი, ვიღაც მირეკავს. ეს რაიდერს ბრაუზერია. რა მოხდა? მოდი უპასუხოთ. გამარჯობა რაიდერ. რაიდერს ბრაუზერ რა ხდება? მე ვიპოვე ილ-დოგის დოგსტაუნის ნიშანი. შენ იპოვე ილ-დოგსტაუნის ნიშანი? კარგი, ახლავე მოვალ შენთან. წავიდეთ ბიჭებო. კარგი, დავძრათ ძრალა. ხო, ახლა მუშაობს. თუ რაიდერს ბრაუზერმა იპოვა ილ-დოგის დოგსტაუნის ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მარშალიც იპოვა. წავიდეთ. ხო, ვიპოვით მას. წავედით. აი რაიდერს ბრაუზერია და მართლა რაღაც იპოვა. უნდა მიუახლოდეთ, რომ ნახოთ რა მოხდა იქ. ხო, ეს ნიშანია, მაგრამ შეუძლებელია დავინახოთ რა წერია აქ. მაგრამ წყლის ჭავლი მაქვს. მოდი გავაუმჯობესოთ. კარგი, მზად ხართ ბიჭებო. მოდით ცოტა წყალი დავასხათ. ჰეი, ჰო! ვაუ, ეხლა ეს ნიშანი ნათელია. და ეს ბოროტი ძაღლების ქალაქია ბიჭებო. ეს ის ნიშანია, რაზეც რუბლმა მომწერა და ის იქ უნდა წავიდეს. სინამდვილეში მარშალი იქ ვნახეთ. ასე რომ ეხლა შენი მანქანა და ჩემი მანქანა იმ მიმართულებით უნდა წავიდეს. კარგი? წავედით. მოდი წავიდეთ. მარშალი უნდა გადავარჩინოთ. მარცხნივ წავიდეთ. ხო, კარგი. ხო. იმ მიმართულებით სადღაც უნდა წავიდეთ. და ამჯერად მარშალის სახანძრო მანქანა ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩეისის მანქანა. აგებ მეგობარო. ის ძალიან სწრაფია, მაგრამ სადღაც აქ მარშალი უნდა იყოს და ჩვენ მას ვიპოვით. ჰეი, მაგრამ გაჩერდი. იდეა მაქვს. ეხლა კი გვაქვს მფრინავი დრონი, ასე რომ მარშალის პოვნა ბევრად უფრო ადვილია. მოდი ახლავე გავუშვათ. შესანიშნავია. მოდი დავაკავშიროთ და ვნახოთ, სად შეიძლება იყოს მარშალი. კარგი, ეხლა მინდორს დრონი გადაუფრენ.
დრონი ყველაფერს ხედავს. და კი ბიჭებო, ვიპოვე. ბევრი ძაღლი დავინახე ზემოდან. და ვიპოვე მარშალი. მარშალი ხეზეა. ის გარშემორტყმულია. მარშალი დიდ საფრთხეშია. უნდა დაურეკოთ რაბლს. უნდა დაურეკოთ და ვკითხოთ, რა ვქნათ? ჰეი, რაბლ, მარშალი საფრთხეშია. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა იპოვოთ მესამე ხუთი და მოხსნათ დავსადეხი. კარგი, მივხვდი. უნდა ვიპოვოთ მესამე ხუთი. ჰეი, ჩეისი, სათხარ? ჩეისი, ისევ შენი დახმარება დამკირდება. დამეხმარე მესამე ხუთი სპაუნაში და მარშალს გადავარჩენთ. წამოდი. კარგი, მივხვეთ მას. მარშალს მივხვები. და კი, კიდევ ერთი ხუთი ვიპოვეთ. მესამეა. მაგრამ ეს რა არის? კიდევ ერთი გამოცანა უნდა ამოხსნათ, რომ გავხსნათ. მგონია, რომ ყველა ეს გამოცანის ნაწილი უნდა შევაგროო, რომ მარშალი ავაცხო. მოდი ვცადოთ. და აი ბოლო ნაწილიც, აქვე დავდებთ. და კი, მარშალი ავაცხვეთ. ეხლა შეგვიძლია ვცადოთ ამ ხუდის გახსნა. კი, მარტივად იღება. ვაუ, ძალიან კარგი ძვლის ნაჭერი გვაქვს. ძაღლის ძვალი. ამან შეიძლება ბოროტი ძაღლები მიიზიდოს. მაქვს გეგმა. ამ ძვლის გამოყენებით შეგვიძლია ბოროტი ძაღლები გადავატანინოთ ყურადღება. მაგრამ ამისთვის ჩეისის მანქანასა და ჩეისის ზურგჩანთას გამოვიყენებ. ეს ძლიერი ჩეისის ზურგჩანთა აღჭურვილია ძალიან ძლიერი ბადის გამშვებით. შეგვიძლია ეს ძვალი შიგნით ჩავდოთ და ბოროტი ძაღლებისკენ ვისროლოთ. მოდით ვცადოთ. კარგი. ეხლა ჯვალი ჩადებულია, კარგი. მოდი პირდაპირ ბოროტი ძაღლებისკენ ვისროლოთ. წავედით. ხო, კარგი, გასროლა იყო. მოდი ისევ დაუკავშირდეთ მფრინავ დრონს. ვაუ, ხო. ძვალი ზუსტად იქაა, ბოროტი ძაღლები გარბიან და მარშალი ისტოვებს ხეს. მარშალი ეხლა უსაფრთხოა. მარშალი გადავარჩინეთ. ვიპოვეთ ნამდვილი მარშალის მანქანა და ვიპოვეთ მარშალი რეალურ ცხოვრებაში. ვიპოვეთ მისი მთელი აღჭურვილობა და ეხლა გადავარჩინეთ. ეხლა შეგვიძლია მარშალის მანქანა დაუბრუნოთ მას. მოდი გავაკეთოთ ეს. ახლავე. ეს კარგი თავგადასავალი იყო. მარშალის მანქანას დაუბრუნებთ მას. თუ გიყვართ პაუ პატროლის ვიდეოები, არ დაგავიწყდეთ მოწონება და ჩვენს არხზე გამოწერა. მოდი ძრავი ჩავთოთ. ხო და წავიდეთ ბიჭებო. არ დაგავიწყდეთ მოწონება და ჩემს არხზე გამამოწერა. ვაუ, ეს ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. ჰეი, მარშალ, დამელოდე.